მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში ჩვენი ლილა დოლის პაწუკა ხელები უნდა მოგხსოვოთ, ესეთი პატარა ხელები. დავიწყოთ კანის ფერით. ორი ნომერი ყარის ნახით. გავაკეთოთ რკალი და 6 თვალი ამოვხსოვოთ. გაცრავად. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი და 6. 6 თვალი ამოვხსოვოთ. შევკრათ ეს რკალი და პირველივე თვალში ჩავუყაროთ. 6 თვალი მოვხსოვოთ. მეორე რიგზე პირველივე თვალში ჩავუყაროთ. ყველა თვალში ყველა თვალში, არა, უკაცრავად, 2 თვალი მოვხსოვოთ. მეორე რიგის მეორე რიგში. 2 თვალი მოვხსოვოთ. 1, 2 და ნამატი. ანუ ერთ თვალში 2 თვალი. ერთხელაც მოვხსოვოთ 2 თვალი. 1, 2 მარკერის ჩაყოლება არ დაგავიწყდეთ, მეგობრებო. და მესამე თვალში ნამატი. სულ გამოგვივიდა 8 თვალი. გადავდივართ მესამე რიგზე. მესამე რიგზე 8 თვალი მოვხსოვოთ. 1, 2, 3, 4, 5 და 6. 7 და 8. 8 თვალი მოვხსოვეთ. მაგრამ ბოლო 2 თვალი ასე დავტოვოთ, იმიტომ რომ კაფის ფერზე უნდა გადავიდეთ. ლილის ფერი. გადავიდეთ. აი ასე. გავაკეთოთ თვალი. აი ასე თვალი გავაკეთოთ. და ამ ორ თვალში გავუყაროთ. ეს ორი ძაფიც ერთად ჩავაყოლოთ, ვარ დაგვეშალოს და გავაკეთოთ მეოთხე რიგი 8 თვალი მოვხსოვოთ. 1, 3 სულა ესენი ჩავაყოლოთ. 1, 2, 3 მოვაჭრათ ახლა ეს ძაფები, კრემის ფერი. აღარ გვჭირდება კრემის ფერი ძაფი. კანის ფერი უფრო სწორად. 3, 4, 5, 6, 7 და
8 გადავდივართ მეხუთე რიგზე. მეხუთე რიგზე ბლო თვლები უნდა მოგხსოვოთ. ესეც მოვაჭროთ უკვე არ გვინდა. თქვენ მარკერით გააგრძელეთ მეგობრებო მოგხსობა. ბლოს გხსოვთ, ასე იგი უკანა თვალებს. ყველა თვალში ორ-ორი თვალი გავაკეთოთ. სულ 16 თვალი უნდა გამოგვივიდეს. 1 თითო თვალში ბლო თვლები უნდა მოგხსოვოთ. ყველა თვალში ორ-ორი უნდა მოგხსოვოთ. 2 მოგხსოვოთ 8 თვალი, სულ 16 თვალი და შემდეგ გავაგრძელოთ. მოგხსოვეთ 16 თვალი. ეხლა ვართ მე-6 რიგზე. მე-6 და მე-7 რიგზე ორი რიგი 16 თვალი უნდა მოგხსოვოთ. ორი რიგი 16 თვალი. მარკერი ჩავამაგროთ. ორი რიგი 16 თვალი მოგხსოვოთ. მოგხსოვოთ და გავაგრძელოთ შემდეგ. მოგხსოვეთ ორი რიგი 16 თვალი. ეხლა ვართ მე-8 რიგზე. მე-8 რიგზე 8 ჩაკლება უნდა გავაკეთოთ. რიგის ბოლომდე სულ უნდა ვაკლოთ თვლები. 8 ჩაკლება უნდა გავაკეთოთ. წინა თვლებს ვიღებთ და ვაკლებთ. 1 2 3 4 5 6 7 და ვაცრაბად შემაშალა ჩაკლება დამავიწყდა 7 და 8 სულ დაგვრჩა 8 თვალი. ეხლა მეგობრებო 9-დან 11-მდე 3 რიგი 8 თვალი მოგხსოვოთ. 3 რიგი 8 თვალი. მოგხსოვოთ 3 რიგი 8 თვალი და შემდეგ გავაგრძელოთ. ავიღოთ მეგობრებო, მოვჩით ესე. ავიღოთ პატარა ბამბა, ძალიან არ გინდათ გატენვა, მithumetes მაღლა მხარეს. აი ესე პინცეტით, გინდათ მაგრატლით ჩავატაროთ ხელში. აი ასე. ცოტაც ჩავუშვათ. ესეც ასე. მაგალითად ძალიან ეს ცარიელი უნდა იყოს ეს ხელები. ეხლა მეგობრებო ავიღოთ თვალი გავაკეთოთ ისე ამფერივე ძაფით. აი ასე. და კლავის ფერებში რო გადავედი ხობლო მოგხსოვეთ, აქვე გვაქვს ფლო თვლები. აი აქ მეგობრებო. ჩაუყაროთ ამ ფლოში და ამოვიღოთ თვალი. აი ასე. ყველა თვალში ფლო თვალში თითო მოგხსოვოთ. რვა თვალი უნდა გამოგვივიდეს. აი ასე. მანჟეტს უკეთებთ ახლა. ოთხი საერთოდ პატარა თოჯინების ქსოვა არ მიყვარს. უფრო სახლაფართო მოსაქსოვია.
ვინც პატარებს ქსოვს, დასჯა ამაზე პატარებს და რავი 1 მილიგრამიან ყაის ნახეებით ქსოვს. ჯერისადაც მაგარი თვალები უნდა გქონდეს, მაგით რომ მოგსოვო. ასე. ასე. ესეც ასე. გავაკეთოთ, ჩავამაგროთ თვალი და გამოვიტანოთ. ჩვენი ხელი მოვჭით. ეს აქედან მეგობრებო შევუყაროთ ესე ყაის ნახი და ეს ძაფები შიგნით შემოვიტანოთ. აი ასე, შიგნით შემოვიტანოთ. მეორეც ასევე. თუ გინდათ ნებსით ჩაამაგრეთ, არ აქვს მნიშვნელობა. ნებსით ჯობია ხოლმე ესე ჯანჯღას. ესეც ასე. ვერ გამოვიტანე. ესეც ასე. მოვაჭროთ ზედმეტი ძაფები და მოვჭით ჩვენი კლავის მოგსოვა. აი ასე. ორი ცალი პაჭუკა ხელი გამოგვივიდა. მეგობრებო, ფეხის მოგსოვაზე. ფეხიც რა თქმა უნდა ისეთი პაჭუკა ფეხები გამოგვდის. ღია ყავისფერი ძაფი მაქვს, შეგიძლიათ შავი აიღოთ, შეგიძლიათ თქვენი ჩემ Facebook-ზე არის ძალიან ბევრფერიანი თოჯინა მაქვს, ეს ჭრილა თოჯინა. თუმცა ყველაზე იაფიანი და ყიდვადი თოჯინებია, ოპტომ ძალიან ბევრი იყიდება ხოლმე. შეგიძლიათ ნახოთ ფერები. მე ოვალურ თვალებში მგონი მოგსოვილი. ავიღოთ ღია ყავისფერი ძაფი, გავაკეთოთ რკალი და 6 თვალი მოგსოვოთ. ერთი ჩავამაგროთ, 6 თვალი მოგსოვოთ. 1 2 3 4 4 ვაცრავად 1 2 3 4 5 და რაღაცა ამერია, არა 6-ია. 6 თვალი ამოგსოვოთ, შემდეგ წრეს შევკრათ და მეორე რიგზე გადავიდეთ. მეორე რიგზე მეგობრებო, 6 თვალში 2 თვალი უნდა ამოგსოვოთ. ყველა თვალში ნამატი გავაკეთოთ. სულ უნდა გამოგვივიდეს 12 თვალი. 2 თვალი გავაკეთე, მეორე თვალში ვარ 3 4 ყველა თვალში ნამატი გავაკეთოთ 5 6 12 თვალი უნდა გამოგვივიდეს 7 8 9 და მარკერის ჩაყოლება არ დაგავიწყეთ 10 11 და 12 თვალი მოგსოვეთ. გადავდივართ მესამე რიგზე. მესამე რიგზე 6 ჯერ უნდა გავიმეოროთ 1 თვალი და ნამატი. პირველ თვალს მოგსოვთ, მეორე თვალში ნამატი. პირველ თვალს მოგსოვთ, მეორე თვალში ნამატი, ანუ ერთ თვალში 2 თვალი. ეს პროცედურა გავიმეოროთ 6 ჯერ. სულ უნდა გამოგვივიდეს 18 თვალი. ეხლა მეგობრებო 18 თვალი ზეიდან უნდა ამოვაგზავნოთ. ეხლა კარგად უყურეთ. სადაც მარკერი მაქვს ჩამაგრებული, ზეიდან, აი მაღლიდან იმ თვალში, გაცრავთ, იმ თვალში უყრი.
აი ასე. მეორე თვალი მაღლა ამომყავს ყაიზნახი და თვალი გამომაქვს. ორი თვალი მაქვს, ამ ორივესაც მოვსვო. ეხლა, სადანაც მეორე თვალი გამოვიყვანეთ, ისევ იქ ჩავუყრით და შემდეგ თვალში გამოვუყრით. გამოვხსოვთ, ორი თვალი გვაქვს, ესეც ორი თვალი. კიდე გავაკეთოთ ერთად. მეორე თვალი რაშიც ჩავუყართ, ისევ მაღლიდან, მეგობრებო, ისევ იმ ადგილზე უყრით, აი ესე და ეცე გავასწორო. ეხლა არასწორდება. აი მეგობრებო, საიდანაც წინა თვალი ამოვიღე, მაღლიდან უყრით ესე, შემდეგ თვალში ამომაქ და მაღლა ამომაქ ყაიზნახი ისე. გამომაქვს თვალი. მოდი ერთ თავიდან გავაკეთოთ ისე. მაღლიდან, შიგნითა მხრიდან ჩამოგვაქვს მაღლიდან თვალი. შემდეგ თვალში უყრით და მაღლა ამოგვაქვს თვალი. შეხედე როგორ არის მაღლა? გამოგვაქვს აქ თვალი, ორი თვალი გვაქვს და ამ ორსაც მოვხსოვთ. ისევ ამავე თვალში უყრით. მეორე ახალ თვალში გავდივართ. გამოგვაქვს თვალი და ორივე თვალი ერთად. კიდე გავაკეთოთ. უყრით ამ თვალშივე. გამოგვაქვს მეორე ახალ თვალში. დამტანჯა ეხლა დაცვათ იღებს ეხლა ზუსტად. აი ასე. აი ასე უყრით მეგობრებო, გავდივართ ახალ თვალში. გამოგვაქვს თვალი, ორი თვალი გვაქვს, ორი თვალიც ესე. ბოლომდე ასე მოგხსოვოთ, სულ 18 თვალი უნდა გამოგვიყვანოთ. მოგხსოვეთ მეგობრებო, ესე მაღლა ამოვედით. გადავდივართ მეხუთე რიგზე. მეხუთე რიგზე 18 თვალი უნდა მოგხსოვოთ. მოგხსოვოთ 18 თვალი. მარკერი ჩავამაგროთ. მოგხსოვოთ 18 თვალი. ერთი, ორი, მოგხსოვოთ 18 თვალი და გავაგრძელოთ. მოგხსოვეთ 18 თვალი. ეხლა გადავდივართ მეექვსე რიგზე. მეექვსე რიგზე 7 თვალი უნდა მოგხსოვოთ. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი და 7. 7 თვალი მოგხსოვოთ. ორი თვალი ჩავაკლოთ. ერთი თვალი ჩავაკელით და მეორე თვალი ჩავაკელით. უკაცრავად ძაღლი მყავს სახში, ადგილას იცის ხოლმე დაყევხვა. 5x-ი გავაკეთოთ. უკაცრავად 2 ჩავაკელით, ისევ 7 თვალი მოგხსოვოთ. 1 2 3 4 5 6 და 7. სულ გამოგვივიდათ 16 თვალი. მეშვიდე რიგზე ვართ, მეშვიდე რიგზე 5 თვალი უნდა მოვხსოვოთ. ბობი 1 2 3 4 და 5. 5 თვალი მოგხსოვთ, ისევ 2 თვალი ჩავაკლოთ. 1
და 2. 2 თვალი ჩავაგროთ. ისევ 7 თვალი მოვგზავნოთ. 1 2 3 4 5 6 და 7. მოგხსოვეთ მეგობრებო ჩვენი ტუფლი. ეხლა კარგად გრძელი დაახლოებით 1.40 სანტიმეტრის ძაფი მოვაჭრათ და დავამთავროთ ჩვენი ტუფლი. გავაკეთოთ, ჩავამაგროთ თვალი და გამოვაცალოთ ძაფი. ერთ მეგობრებო, კანისფერ ძაფზე. ვიღებთ კანისფერ ძაფს, ვაკეთებთ თვალს. და ბლოს გვსვავთ 14 თვალი. უკანა თვლებიდან 14 თვალი ამოგსოვოთ. აი ასე. 14 თვალი ამოგსოვოთ, ჩავამაგროთ. ასე ამავე თვალში ერთი ცალიც მოგსვავთ, ბლოს გვსვავთ უკანა თვლებით. აი ასე. 2 3 უკანა თვლებით გვსვავთ. 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 და მე-14 თვალი. აი ასე. 14 თვალი მოგსოვეთ. გადავიდეთ მე-9 რიგზე. მე-9 რიგზე მეგობრებო, 4 რიგი უნდა მოგსოვოთ 14 თვალი. 4 რიგი 14 თვალი მოგსოვოთ და გავაგრძელოთ შემდგომში. მეგობრებო, მე-12 რიგზე ვართ. მე-4 რიგის ბოლო 2 თვალი დაგვრჩა და კანისფერი თეთრი ძაფი უნდა გავაგრძელოთ. თეთრი ძაფით უნდა გავაგრძელოთ მოგსოვა. ვიღებთ თეთრ ძაფს. ეხლა ვიღებთ თეთრ ძაფს, ვაკეთებთ თვალს და ამ ორ თვალში გამოგვაქვს. აი ასე. ვამაგრებთ თვალს. ეს ორი ძაფი ჯერჯერობით ერთად გავატაროთ და ბლოთვლებით 14 თვალი მოგსოვოთ. უკანა თვლებით 14 თვალი მოგსოვოთ. 1 თანე ძაფიც გავატაროთ. აი ესე მეგობრებო, უკანა თვალი. თვალი ხო შედგება ორი ფრთისგან, უკანა ფრთისგან. 14 თვალი მოგსოვოთ. 2 3 4
5 ეს ძაფები უკვე მოვჭრათ. ხუთი ექვსი შვიდი რვა ცხრა 10 სულ ყველა თვლები მეგობრებო ბოლო მოგხსოვოთ 11 12 13 და 14 თვითონ გვალ თავიანი ყაიზნახია ეს ჩემი ორი ნომერი და ზოგადად გხსოვ მოგხსოვეთ მე-13 რიგი 14 ბლო მე-14 რიგზე ვართ მე-14 რიგზე 14 თვალი უნდა მოგხსოვოთ ჩვეულებრივად მეტობის ნაკლებობის გარეშე მოგხსოვოთ 14 თვალი და გავაკეთეთ თვალი მაღლაც მე დავწერ აღნიშნავ მარცხენა ფეხზე მეგობრებო მე-16 რიგი 3 თვალით ეს აუცილებლად ჩაიწერეთ 3 თვალით უნდა დავამთავროთ მე-16 რიგი ხოლო მარჯვენა ფეხი მე-15 რიგი უნდა 4-ით დავამთავროთ 1 2 3 და 4 აი ასე 4 თვალით უნდა დავამთავროთ გავაკეთოთ ნასკვი და მოვაჭროთ ძაბი აუცილებლად ბამბით გავავსოთ სილიკონით კარგად ჩავტენოთ კარგად ჩავტენოთ ესე მაგრატელიც მივაყოლოთ ესე გავაკეთეთ მარჯვენა ფეხიც ეხლა მეგობრებო იცით რომ აქ დავტოვეთ თვლები ესე უნდა ამოვატრიალოთ ფეხი ჩვენი და ის გავაკეთოთ ჯეჯები გავაკეთოთ გაცურვითი მეთოდი მოგხსოვოთ ერთი თვალი გამოვიღოთ მეორე ფლოში შევუყაროთ ფლო თვალებს გხსოვთ გამოვიღოთ თვალი და პირველ თვალში შევუყაროთ და პირველ თვალში გამოვუყაროთ ამოვიღოთ ახალი თვალი და პირველ თვალში გამოვაცუროთ ყველა თვალში ასე გავაკეთოთ ასე გამოვაცუროთ ფლო ძაფში შევუყაროთ ფლო რიგში და წინა თვალში გამოვაცუროთ აი ასე ჩავიდეთ ბოლომდე და გავაგრძელოთ შემდეგ ჩვენი ფეხის მოხსოვა ჩავამაგროთ უკან მეგობრებო პირველი თვალის მასში გამოვიდეთ ესე და ეს წინ სადმე გამოვიდეთ ეხლა მეგობრებო
ჩვენ ტუბს უნდა გავუკეთოთ ბანტიკი. მე ამავე ძაფით გავაგრძელებ. დიდი ძაფი მომიჭრია. ორივე მხარეს ერთდროული ადგილი დატოვეთ და 6 თვალი მოვსოვოთ. აი ასე ცოტა დიდი ადგილი დატოვეთ. 6 თვალი ამოვიღოთ. 1 2 3 4 5 და 6 და გამოვიღოთ ძაფი. აი ესეთი რაღაცა უნდა გავაკეთოთ. გავუყაროთ ნევსი უკანა მხრიდან შუაში, აი ესე უკანა მხრიდან შუაში, სადაც ჩაკლებები გვაქვს, მანდ გამოვიდეთ. აი ასე. უკაცრავად დაიცა. შეცდომით ჩაუყარე. გავაკეთოთ ისევ თავიდან. წინა მხრიდან უნდა ჩაუყაროთ, სადაც ნაკლებობები გვაქვს. აი შეხედეთ აქ. ჩაუყაროთ აქ და გამოვიდეთ მეორე მხარეს. აი ასე. აი ასე. მოვაჭრათ ეს ძაფი. ერთი მხარე მოვაჭრათ. აი ასე. ახლა მეორე მხარეს გავუკეთოთ ნევსი. მეორე მხარეს გავუკეთოთ ნევსი და ერთი თვალის დაშორებით გვერდზევე ჩაუყაროთ და ის უკან გამოვიდეთ. მაგრამ მეორე ძაფი არ მოვჭრათ. ესე ნაწნავამდე გამოვიდეთ. ეს ნაწნავი შუაში აი ესე ბანტიკივით გავაკეთოთ. აი ესე გამოვიდეთ შუაში, ისევ ამ ბანტიკის შუაში. შეხედეთ მეგობრებო, აი ეს ხო არის ნაწნავები, თუ გავაკეთეთ. ესე გადავკეცოთ და შუაში გავუყაროთ. ხელითაც გავასწოროთ, რომ ბანტიკივით გამოგვივიდეს. ჩემი აზრით, საერთოდ არ იყო საჭირო ამის მოქსოვა, მაგრამ ავტორებმა რაღა გააკეთონ, აღარ იციან. აი ასე მეგობრებო, მოვაჭროთ ძაფი და ჩვენი ფეხი დამთავრდა. არა, არ დამთავრდა, გეტრი დაგვრჩა, გეტრის მოქსოვა. გადავიდეთ თეთრ ძაფზე, ავიღოთ თვალი. გადავიდეთ თეთრ ძაფზე, ავიღოთ თვალი, გავაკეთოთ თვალი. ამოვატრიალოთ ისევ ჩვენი ფეხი და ბლოს კანისფერ ბლოში. აი მეგობრებო, აქ ამოვიყვანოთ ჩვენი ძაფი. აი ასე ჩავამაგროთ. ერთი თვალი გავაკეთოთ და შემდეგ თვალში ჩაუყაროთ. აი ასე, ამ ორი თვალი გვაქვს. წინა თვალი უკანა თვალში გამოვაცუროთ. ერთი თვალი მოვხსოვოთ, შემდეგ ფლოში ჩაუყაროთ. აი ასე. გამოვაცუროთ, ორი თვალი გვაქვს, პირველი თვალი უკანა თვალში გამოვაცუროთ. ერთი თვალი მოვხსოვოთ, შემდეგ თვალში უყრით, პირველ თვალს უკანა თვალში გამოვაცუროთ. ნამატი ერთი თვალი მოვხსოვოთ, თვალში ფლოში უყრით და ბოლომდე ასე ჩავიდეთ. ჩავიდეთ, ერთი თვალი გამოვხსოვოთ, მეორე თვალიდან გამოვაცუროთ. აი ესე. ბოლოში ასე ფურფუშელები გავოთ, ესე ჩავიდეთ. მოვაჭრათ ძაფი. გავუკეთოთ ნევსი, ეს პატარა ადგილი შიგნით შევუყაროთ, აი ასე. ესე გამოვიტანოთ შიგნით. ამ დიდში გავუკეთოთ ნევსი. ასე გავუკეთოთ ნევსი და აი აქ ამ ნასურეთში აი ესე ამოვატაროთ, რომ შეერთდეს ჩვენი გეტრი. ისევ ამ წინაშივე ამოვიყვანოთ და
ჩაუყაროთ აქ და შიგნით ამოვიდეთ. აი ასე. მებით მეგობრებო, დღეს ჩვენ ტანის მიერთება, ხელების მიერთება უნდა მოვგზავნოთ. აი ასე. ვიღებთ თეთრ ძაბს და მარჯვენა ფეხიდან აი ასე ვიღებთ თვალს, ვაკეთებთ და სადაც დასრულდა ჩვენი ნაქსოვი აი ასე გვერდზე თვალიდან უყრით თვალს აი ასე და 7 თვალი უნდა მოგსოვოთ. 1 2 3 4 5 6 და 7 თვალი მოგსოვეთ. ეხლა შუალედში 1 თვალი უნდა მოგსოვოთ. ჰაეროვანი თვალი. და შემდეგი ფეხი მივაართოთ, ესეც აქვე დამთავრებიდან 1 თვალის გვერდით. 7 თვალი უნდა მოგსოვოთ აქაც. 1 2 3 წინა მხრიდან უნდა დავიწყოთ მეგობრებო. 3 4 5 6 და საიდან 7 თვალი მოგსოვეთ. ეხლა ვართ უკანა მხარეს მეგობრებო და ფლოთვლებით მარკერი შეგიძლიათ ჩაამაგროთ აქ უკანა მხარეს ვართ და ფლოთვლებით 15 თვალი უნდა მოგსოვოთ. 7 აქედან 7 აქედან 1 შუაში 1 2 3 აი უკაცრავად ფლოთვლებით უნდა მოგსოვოთ. ანუ წინა თვლებით. 1 2 2 წინა თვლებით მოგსოვოთ. 3 4 5 6 და 7 აი ასე. ეხლა 1 თვალი მეგობრებო ჯაჭვიდან მოგსოვოთ, რომელიც 1 თვალი შუაში გავაკეთეთ. აი ასე. მეორე ფეხზეც 7 თვალი. ესეც ფლო. 1 1 2 3 4 5 6 და 7
7 თვალით აქედან 15 თვალი უკანა მხარეს მოგსოვთ. წინიდანაც უნდა მოგსოვოთ 15 თვალი. წინიდანაც უფრო თვლები უნდა ავიღოთ. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, აცრაბად, ხუთი, ექვსი, ერთი თვალი სადღაც დამეკარგა და ჩავამატებ აქვე 7. ერთი თვალი შუაში ჯაჭვზე ამოვიღოთ და ისევ 7 თვალი ფრო მოგსოვოთ. 1, 2, 3, 4, 5, 6 და 7. მოვედით მარკერთან, ჩემო კარგებო. ეხლა ესე შევაერთეთ ჩვენი ფეხები. ეხლა უკანა მხარეს 15 თვალი უნდა მოგსოვოთ. ჩვეულებრივი თვლებით. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11. კაცებად აქ თვალს გადავახტი. 9, 10, 11, 12, 13, 14 და 15. აი ეს უკანა მხარეს უნდა მოგსოვოთ, ჩემო კარგებო. ეხლა ერთ თვალს ვაკეთებთ, აი ესე და ტრიალდებით. და 14 თვალი მოგსოვოთ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13 და 14. ერთი თვალი მოგსოვოთ და ისევ შემოვტრიალდეთ. ეხლა 13 თვალი მოგსოვოთ. პირველ თვალში ჩაუყაროთ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7,
7 8 9 10 11 12 და მოდი აქ მეტი გამომიდათ 13 გავაკეთოთ აი ასე. ერთი თვალი მოგსოვოთ და ისევ შემოვტრიალდეთ. ეხლა ამას რო უკვეთებთ, ეს საჯდომის ადგილი, რომ დაჯდეს კარგად, ფეხზე ვერ დგება, უნდა დაჯდეს. აი განახოთ ამ თოჯინაზე, აი ასეთი საჯდომი გამოგვდის. თვითონ ავტორს ამ საჯდომის ადგილზე ბომბა არ აქვს ჩატენილი, აქვს პატარა ქვები ხრეშივით ჩაყრილი, რომ დაჯდება მძიმედ არსად არ დაიძრეს. ზოგი კარების დასადებად, ზოგი რა ვიცი. კენჭი, ეგრე უწერი, რომ კენჭი ჩაყარეთ, მაგრამ მე ბამბა მაქვს გაკეთებული. ეხლა მოვტრიალდეთ ისე და 12 თვალი მოგსოვოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 და 12. 12 თვალი მოგსოვოთ, ერთი ჰაეროვანი თვალი და ისევ მოვტრიალდეთ. და ბოლოს 11 თვალი მოგსოვოთ. 1 2 3 4 5 6 6 7 8 9 10 ალბათ გიკვირთ ყაიზნახი როგორ უჭირავს, მაგრამ ბავშვობიდანვე ესე მიჭირავს, ვერაფრის დიდებით ვერ ვიჭერ, აი ესე თვალი შეხედეთ ვერც გამომაქვს, ვერ ვიჭერ ესე ვერანაირად. მოგსოვეთ 11 თვალი, ეხლა გვერდებზე 2 თვალი უნდა ამოვიყვანოთ. ერთი აქ ნასხვრეთში გავაკეთოთ, ერთი თვალი, აი ასე. მეორეც მეორე ნასვრეთში გავაკეთოთ, აი ამ ადგილებზე მეორე თვალი. წინიდან გავაგრძელოთ 15 თვალი მოგსოვოთ, 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 15 თვალი მოგსოვეთ, გვერდზე, აქეთა გვერდზეც 2 თვალი მოგსოვოთ. ერთი ნასვრეთში, მეორე ნასვრეთში. აი ასე. და მაღლა 11 თვალი მოგსოვოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 და 11. 11 თვალი მოგსოვეთ, მეგობრებო, მარკერი აქ უნდა გადმოვიტანოთ.
მარკერი აქეთ უნდა გადმოვიტანოთ. სულ გამოგვივიდა 30 თვალი. აი ესე სულ გამოგვივიდა 30 თვალი. ეს 30 თვალი 4 რიგი უნდა მოვგზავნოთ. მოვგზავნოთ 4 რიგი და გავაგრძელოთ შემდეგ. გავაგრძელოთ მეგობრებო მოგზავა. 4 რიგი გავაკეთეთ 30 თვალი, ბოლო ორი ესე დავტოვოთ და მელნისფერ ძაბზე იასამნისფერ ძაბზე გადავიდეთ. გავაკეთოთ თვალი და ამ ორ თვალში გამოვუყაროთ. აი ასე. ეხლა ერთი თვალი მოვგზავნოთ. აი ასე, ერთი თვალი მოვგზავნოთ. ერთი თვალი ჩავაკლოთ. ცამეტი თვალი მოვგზავნოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 და 13 თვალი მოგზავნოთ. ისევ ერთი თვალი ჩავაკლოთ. აი ასე. ისევ ერთი თვალი ჩავაკლოთ და 12 თვალი მოგზავნოთ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 და 12 თვალი მოგზავნეთ. გადავდივართ მე-9 რიგზე. მე-9 რიგზე 20 სულ დაგვრჩა 28 თვალი. მე-9 რიგზე 28 ბლო უნდა მოგზავნოთ უკანა თვალიდან. 28 ბლო მოგზავნოთ. 1 2 28 ბლო მოგზავნოთ და გავაგრძელოთ მერე. მეგობრებო, მოგზავნოთ 28 ბლო. ეხლა 28 თვალი უნდა მოგზავნოთ ისევ. მე-10 რიგზე ვართ. ისევ 28 თვალი მოგზავნოთ. მოგზავნოთ 28 თვალი და გავაგრძელოთ შემდგომში. მოგზავნოთ 28 თვალი. ეხლა კლავები უნდა მივუერთოთ უკვე, მეგობრებო. მარკერი ჩავამაგროთ აქ და ერთი თვალი მოგზავნოთ. ვართ მე-11 რიგზე. ერთი თვალი მოგზავნოთ. აი ასე. და ორი თვალით კლავი ავიღოთ, სადაც დასასრულია, აი აქ არის დასასრული, უკანა მხარეს მოვახვედროთ, ბოლო თვალში შევუყაროთ. ორი თვალით დავამაგროთ, ერთი თვალით დავამაგრეთ კლავი და ესე მეორე თვალითაც დავამაგრეთ თვალი. აი ასე. ეხლა მოგზავნოთ 12 თვალი. 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 და 12. 12 თვალი მოგხსოვეთ და მეორე ხელი მივამაგროთ. ეს ჩავამაგროთ კარგად. აი ესე ბოლო თვალში გავუყაროთ და ერთად შევაერთოთ აი ასე. ერთი თვალი მოგხსოვეთ. მეორე თვალში გავუყაროთ მკლავისა, მეორე თვალში გავუყაროთ ტანისა და ერთად გამოვხსოვოთ. მეორე ხელიც მიუერთეთ. ეხლა მოგხსოვოთ 11 თვალი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 და 11. 11 თვალი მოგხსოვეთ. სულ გამოგვივიდა 28 თვალი. გადავდივართ მე-12 რიგზე. მე-12 რიგზე ერთი თვალი მოგხსოვოთ ტანიდან, უკანა მხრიდან და კლავიდან 3 ცალი თვალი ჩავაკლოთ. სამი თვალი ჩავაკლოთ ტანიდან. აი ასე. 1 2 და მესამე თვალი ჩავაკლოთ. კლავიდან 3 თვალი ჩავაკლოთ. ეხლა მოგხსოვოთ 13 თვალი. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 გაცავთ 13 არა 12 თვალი უნდა ჩავაკლოთ. 11 და 12. გროუშიც ჩავასწოროთ 13 მიწერია. 12 თვალი. ისე მკლავიდან 3 თვალი ჩავაკლოთ. 1 აი ასე. 2 3 თვალი ჩავაკლით და დაგვრჩა 11 თვალი უკანა მხარეს. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 და 11. აი ასე. მორჩით მე-12 რიგი, დაგვრჩა 30 თვალი. 30 თვალი. 3 4 1 წუთით 7 18 30 თვალი.
ეხლა გავავსოთ ჩვენი სილიკონის ბამბით ტანი და გავაგრძელოთ. მეგობრებო, მე-13 რიგზე 3 თვალი და ჩაკლება უნდა გავაკეთოთ. 1 ჩაკლება, 1 2 3 თვალი და ჩაკლება გავაკეთოთ. ეს პროცედურა 6 ჯერ უნდა გავიმეოროთ. 3 თვალი მოგზაურობთ, 1 2 და 3 თვალი მოგზაურობთ, 1 თვალი ჩავაკლოთ. სულ ეს პროცედურა 6 ჯერ უნდა გავიმეოროთ, ბოლოში 24 თვალი უნდა დაგვრჩეს. ჩავამთავრეთ მე-13 რიგი 3 თვალი და ჩაკლება, სულ ბოლოში დაგვრჩა 24 თვალი. ეხლა 2 თვალი და ჩაკლება უნდა მოგზაუროთ. 1 2 და ჩავაკლოთ. ეს პროცედურაც 2 თვალი და ჩაკლება 6 ჯერ უნდა გავიმეოროთ. 1 2 და ჩავაკლოთ ესეც. 2 თვალი და ჩაკლება 6 ჯერ გავიმეოროთ, ბოლოში სულ უნდა დაგვრჩეს 18 თვალი. ბოლო თვალი, 2 თვალი მოგზაურობთ, ბოლო თვალი ჩავაკლოთ, 2 თვალზე ამოვიყვანოთ და გავაჩეროთ, იმიტომ რომ კანის ფერზე გადავდივართ უკვე. კანის ფერზე გადავდივართ, გავაკეთოთ თვალი. ესე გავაკეთოთ თვალი და გავუყაროთ ამ ორ თვალში. ეხლა ბლო თვლებით უნდა მოგზაუროთ 18 თვალი, უკანა თვლებით ანუ 1 ესე უკანა თვლებით მოგზაუროთ 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 და 18 18 თვალი მოგზაურეთ. ბლოთ მოგზაურეთ 18 თვალი. გადავდივართ მე-16 რიგზე, მელისფერი ძაფი აღარ გვინდა. გადავდივართ მე-16 რიგზე. მე-16 რიგზე ტანი პატარა მართავები აქვს იმხელა. მე-16 რიგზე 1 თვალი და ჩაკლება უნდა გავაკეთოთ. 1 თვალი მოგზაუროთ, 1 თვალი ჩავაკლოთ. ეს პროცედურა 6 ჯერ უნდა გავიმეოროთ. 1 თვალი მოგზაუროთ, 1 თვალი ჩავაკლოთ. ეს პროცედურა 6 ჯერ გავიმეოროთ. ბოლოში უნდა დაგვრჩეს 12 თვალი. გავაკეთოთ და გავაგრძელოთ. მეგობრებო, გულმკერდი კარგად გაუსვოთ, როცა რიელა არ იყოს მხრებთან. აი ასე კარგად ჩავტენოთ. გინდა მაკრატლით გვერდებში, რომ კარგად გაიწოს. აი ასე გვერდებში კარგად მასაკნოთ ჩავაყოლოთ. ესეც სულ ჩავტენოთ.
ესე, კარგად გავავსოთ. ეხლა მეგობრებო, მე-17 რიგზე ვართ. მე-17 რიგიდან. მე-17 რიგიდან. ესე, მე კიდე დავამატოთ. მე-17 რიგიდან 22 რიგამდე 12 თვალი, 12 რიგი უნდა მოგსოვოთ, მეგობრებო. 12 რიგი, 12 თვალი. 12 რიგი უნდა მოგსოვოთ, მაგრამ 5 რიგს, 6 რიგს რომ მოგსოვოთ, ისევ დაგიბრუნდებით. და ახსნა უნდა გავაკეთო ყელის ჩაყენება. ეხლა მეგობრებო, 6 რიგი მოგსოვოთ, კიდე 6 რიგი უნდა მოგსოვოთ, იცოდე, მაღალი ყელი უნდა გქონდეს, იმიტომ თავში უნდა ჩავსვათ ეს ყელი. პატარა თოჯინა, საერთოდ პატარა თოჯინებს აქ ყურის შხირებით უმაგრებთ ყელს. სკოჩს ვიღებთ. ეს სკოჩს ვიღებთ. 3 ყურის შხირი ეყოფა. კარგად დავბენტოთ. დავსკოჩოთ კარგად. ესე კარგად დავსკოჩოთ. ესე დავსკოჩოთ 3 ცალი, 4 ცალით შეგიძლიათ. კარგად ჩავღრუტნოთ ფეხებამდე. ფეხებამდე კარგად ჩავღრუტნოთ და ჩავატაროთ ეს ჩვენი ჩხირი. ასე მეგობრებო. ეხლა ამის გარშემო 6 რიგიც მოვგსოვოთ. 6 რიგიც მოვგსოვოთ და შემდეგ შევხვდეთ.